გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ჯაბა ზარქუა და ეს არის ჩემი არხი YouTube-ზე და ეს არის ჩემი ციკლი ვიდეოებისა და მოხსენებისა, რომელიც მიმართულია პაციენტთა განათლებაზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი, ნამდვილი სამედიცინო ინფორმაციების გავრცელებისთვის რა, გავრცელებისკენ. ეს არის კითხვა, რომელსაც ხშირად გავიგებთ ექიმები, არაექიმები, მეზობლები, რა ვიცი, ყველანი რა. რეფლუქსი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რა პოპულარული დაავადებაა, რომელიც შეიძლება ასე ქუჩაში რო ადამიანები გავარჩიოთ, არათუ იცოდნენ თეორიულად ეს სიტყვა გაიგოთ სადმე, არამედ ჩივილი ერთხელ მაინც გამოეცადოთ ცხოვრებაში. მის ჩივილი არის გულზმარვა და რეგურგიტაცია. რეგურგიტაცია არის კუჭიში თავსის მჟავე სითხის ზემოთ ამოსვლა, რასაც ასე უგრძნობთ ხოლმე რა პირამდე შეიძლება მჟავე სითხე, მჟავე უსიამოვნო რაღაც სითხე ამოვიდეს. ჩვენ დღევანდელი მოხსენება დაყრდნობილია ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეგიის, რომლის წევრიც ვარ და რაც ძალიან მიხარია ეგ ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საგანმანათლებლო მასალები აქვს, თუმცა ეს გაიდლაინი უფასოა, ღიაა და ყველა შეუძლია მისი გამოყენება და ვთქვათ, მოხმარება და წაკითხვა. ამ გაიდლაინის მიხედვით რა. გაიდლაინი ორი სიტყვით რო გითხრათ რა არის ბევრი კვლევის შეჯამება. კიდევ უფრო რო დავარწმუნო და უფრო მარტივად რო ვთქვა ესათქმელი, გაიდლაინი არის მილიონობით ადამიანზე ჩატარებული კვლევების შედეგები. ანუ აქ ეხლა რასაც მოისმენთ, ეგ მონაცემები გატესტილია მილიონობით ადამიანზე დედამიწის ზურგზე ბევრი წლის განმავლობაში რა. ეს მომზადებულია ჩემს მიერ ნოუთბუქ LM-ის აპლიკაციაში რა ეს მოხსენება. მას ასე დავიწყოთ რეფლუქსის კურნალობის მიმოხილვა რა და გამოვყოთ სამი ძირითადი ასპექტი, რომელიც განხილულია გაიდლაინში. ერთი არის რეფლუქსის კურნალობა მთავარი, რაც არის და პირველი რიგის რაც უნდა ვქნათ არის ცხოვრების წესის ცვლილებით, მედიკამენტური თერაპიით და პლუს ქირურგიული ინვაზიური თუ ნაკლებად ინვაზიური ქირურგიული ჩარევებით რა. გვახსოვდეს რომ რეფლუქსური დაავადება არის განკურნებადი. ეს არის განკურნებადი და ოღონდ რაღაცეებისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება რა. განკურნებად ეხლა ამ თემას დაუბრუნდები რა კიდევ ბევრჯერ, იმიტომ რომ ეს იწვევს ხოლმე პაციენტის ფრუსტრაციას, რომ მე გონია რომ მაინც არაფერს აზრი არ აქვს და ეს ასე არ არის, ამას თქვენ თვითონ ნახავთ. მაგალითად, არა ფარმაკოლოგიური ჩარევები, არა მედიკამენტური ჩარევები, აი საერთოდ ექიმთან რო არ მიხვიდეთ რა რეფლუქსური ჩივილების გამო, გულწმარვის და რეგურგიტაციის გამო, ექიმი საერთოდ რომ სარცს ნახოთ, წონის კონტროლს თუ დაიწყებთ და სიგარეტის მოწევას თუ შეწყვიტავთ, უკვე ძალიან დიდი ალბათობით გაუმჯობესდება თქვენი ჩივილები. აგერ ხედავთ, რომ სხეულის მასის ინდექსის მხოლოდ 3.5 ერთეულით დაკლებაც კი 40%-ით სიმპტომების კლებას ნიშნავდაო რა, როგორც მეცნიერებმა დააკვირდნენ და გამოიკვლიეს. და სიგარეტის მოწევის დანებებამ, აი ხშირად ხო გიხსნიან ყველა თქვენგანს, რომ კლაპანი არ ეხურება და ეს ხშირად იწვევს ხოლმე რაღაცა ფრუსტრაციას. აი მაგ კლაპანის არ დახურვის შიშს ჯობია რომ მოწევას დავანებოთ თავი. იმიტომ რომ სიგარეტი და ნიკოტინი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც იმ კლაპანის არ დახურვას განაპირობებს რა. ამიტომ სანამ ქირურგიულ ჩარევებზე, სანამ რაღაცა შორს მიმავალ ღონისძიებებზე ვილაპარაკებთ, ეს და ვიფიქრებთ, ამას არ გადავახდეთ რა. იმიტომ რომ ამ ღონისძიებებიდან მარტო რეფლუქს კი არ დავზოგავთ და მარტო რეფლუქსურ დაავადებას კი არ უშველთ, სხვა რაღაცეებსაც უშველთ რა, კიბოს რისკს შევიმცირებთ. და რაღაცა მეტაბოლური დარღვევები არ განგვივითარდება წონის კონტროლით და ასე შემდეგ. ასევე არის ეს აი მეორე ხარისხოვანი მეც კონსტატაციას პირველი ვიწყებ ამითი და აგერ YouTube-ზე საჯაროდაც ვიტყვი რომ წონა თუ წონა აქვს ადამიანს რა თქმა უნდა რეფლუქსი მხოლოდ ჭარბწონიანების და მსუქანი ადამიანების დაავადება არ არის რეფლუქსი არის ნორმალური სხეულის მასის ინდექსი მქონე ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ რა რეფლუქსური დაავადება. თუმცა მათში უფრო მეტი არის ხოლმე რა. და ამ თუ წონა არის მომატებული და თუ მწვაველი ადამიანი აუცილებლად ვცდილობ რომ ამას არ გადავახდეთ და ეს არ დავაიგნოროთ რა, იმიტომ რომ ეს არა რაღაც სადღეგრძელოთ ნათქვა, მაგრამ ხედავთ რიცხვებს, რომ ეს აუმჯობესებს მნიშვნელოვნად რა ყველანაირი ჩარევების და დიდი აგრესიული ჩარევების გარეშე თქვენ დაავადებას რა. და ასევე შეიძლება ეფექტური იყოს აი შემდეგი წესები რა, მაგალითად ძილამდე 1-2-3 საათით ადრე საჭმელი არ ვჭამოთ, 3-4 საათითაც შეიძლება, ну დაახლოებით 3 საათით ადრე ძილამდე რომ საჭმელი არ ვჭამოთ რა. ასევე, იმიტომ რომ ღამის ჩივილები მე ძალიან დიდი ალბათობა რომ გქონდეს რა ძილთან ახლოს თუ ვჭამთ. ასევე კოფეინს თუ ზოგი ადამიანი ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარს კოფეინს. ოღონდ აი კოფეინი მაქვს და ჩაი და კოფეინი მაქვს აი ამ სლაიდზე გამოყოფილი და არა იმ სლაიდზე რა. ანუ წონა და სიგარეტი
ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სხვა რამისთვის. ახლა ყავის შემცირება ისეთი ამბავია რა, რჩევა ასევე. ოღონდ ამით ლაპარაკი არ უნდა დავიწყოთ რა. რა თქმა უნდა, ადამიანი თუ ექსტრემალური რაოდენობის ყავას არ მოიხმარს. რატომ? იმიტომ რომ ყავა არ არის სიცოცხლის წასში პროდუქტი რა. ზომიერების ფარგლებში ყავა დასაშვებია და სიგარეტი სიცოცხლის წასში პროდუქტია, მისი ზომიერი რაოდენობა არ არსებობს. თუმცა თუ ხედავთ რომ ადამიანი 2-3 ჭიქაზე მეტ ყავას მოიხმარს დღეში, შეიძლება რომ შევამციროთ და წყლით ჩავანაცვლოთ და მეტი წყალი სვას ვიდრე კოფეინის შემცველი სასმელები, მათ შორის ჩაიც. და პლუს ამას ძილი. ძილიც საწოლის ცოტათი აწევა, სადაც 1-15-20 სანტიმეტრით რა. რო წარმოიდგინოთ, აი დაახლოებით ტელეფონის ყუთის რა, ნებისმიერი ტელეფონები რა, ძირსაც სტანდარტულად რა ზომის ყუთებში ძევს, აი ეგ რო შეუდოთ ლოგინს თავებთან, ერთი მხარეს, მეორე თავთან რა, უფრო თავის მხარეს რა, იქიდან და აქედან დაყირავებული საფხაზს რო არ იყოს. საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ღამის რეფლუქსის მოვლენები, მით უმეტეს თუ ღამეა გამოხატული, მნიშვნელოვნად შემცირდეს რა. ასევე მარცხენა გვერდზე წოლა დაგეხმარებათ ღამის რეფლუქსური მოვლენების თავიდან არიდებაში მნიშვნელოვნად, ანატომიური თავისებურების გამო. ეხლა ამის მერე მოდის, ანუ ეს უნდა გავაკეთოთ რა, ანუ ეს ამას გადავახტეთ და მოდი რამე სხვა ვქნათ და მით უმეტეს ქირურგია და მით უმეტეს რაღაცა ექიმიდან ექიმთან ვიაროთ და მით უმეტეს შარლატანებს უსმინოთ TikTok-ზე, Facebook-ზე, რაღაცა პირში რაღაცეები ვისხათ, ლიმონი თუ რა ვიცი, მე 1000 საზაგლობებს ავრცელებენ რა იმას. ეს გავაკეთოთ, აგერ აი სრულიად იმას რა ქვია, უეჭველი ეფექტური რჩევებია. აი წონას და სიგარეტს და აი მაგ ცხოვრებს ეს რაღაცებს თუ გაითვალისწინებთ, აგერ უკვე ამ ვიდეოს მერე, ანუ წაგებული ყო არავითარ შემთხვევაში არ დარჩებით. რანაირად შეიძლება ხო დარჩეთ წაგებული, დარჩება წონა დაკლებული, სიგარეტი დანებებული და რეფლუქსი თუ მაინც იქნა, არ არის ტრაგედია. თუმცა დიდი ალბათობით აღარც იქნება. არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ მე გავიგებ და უნკურნალებ და ის ორი სერიოზული რისკი თავიდან აცილებული დაგრჩებათ რა. ეხლა ამის მერე მიმოვხილოთ წამლები. წამლები არის აქ მთავარი მკურნალობის შედეგი, აქ რეფლუქსის მკურნალობას არ ჭირდება რაღაცა 7000 წამალი რა. ერთი ჯგუფის მედიკამენტი ჭირდება. მჟავიანობის საწინა დამაქვეითებელი წამლები. ოღონდ ეს მჟავა ხო გჭირდება რა და ჯობია რომ ეს მჟავიანობა დროებით დავაქვეითოთ. ანუ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ძალიან ეფექტური იქნება ეს მკურნალობა. უყურეთ, აი მაგალითად საყლაპავის ასე ვთქვათ განკურნების ალბათობა ყოველკვირეულად არის 12% პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით რა, ეზომეპრაზოლით, ომეპრაზოლით და მათი მოწმე წამლებით მკურნალობის დროს. ძველი წამლებით უფრო ნაკლებად ეფექტური იყო ისინი რა, ნახე ორჯერ ნაკლები ეფექტურობა ჰქონდა. რეფლუქსის მოხსნას სრულად, აგერ ყოველ კვირაში უკვე შეიძლება რეფლუქსი მოიხსნას რა და სტანდარტულად რო დაგროვდეს ამის ეფექტი და იყოს ისეთი ოპტიმალური, სადღაც 8 კვირიან, 8-12 კვირიანი კურსი არის ისეთ ყველაზე ოპტიმალური რა, ამიტომ ეს დიდხნიან მოხმარებად არ ითვლება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების. მაგრამ ეს აი დამხმარე საშუალებაა რა, ამის ზედმეტი ფსონი მოკლედ ამაზე არ დავდოთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე. უყურეთ, ეს მოხსნის ჩივილს, შეახორცებს საყლაპავის ანთებას, რა თქმა უნდა, როცა მჟავიანობა დაიკლებს, საყლაპავის ანთება შემცირდება პაციენტების აბსოლუტურ უმეტესობასთან, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ჯობია მიზეზზე ვიმოქმედოთ რა. მიზეზი თუ არის სიგარეტი დავანებოთ, მიზეზი თუ არის წონა დავანებოთ, მიზეზი თუ არის დარღვეული კვება, ჯანკ-ფუდის ჭამა, სწრაფი ჭამა, არეულ ჭამა, გავასწოროთ კვებით ქცევები. ანუ მიზეზებზე ვიმოქმედოთ, ჯობია ვიდრე მარტო ასე ვთქვათ საყლაპავის ანთებას უნკურნალოთ, იმის გამო რომ კუჭის წვენი საყლაპავს მოხდა ბევრჯერ და ვიდრე მჟავიანობა შევამციროთ ხოლოდ რა. ამ წამლების ახლა ოღონდ ეს წამლები ძალიან ზუსტად უნდა მივიღოთ, ხშირად მინახავს რომ ძილის წინ სვამენ ხოლმე ამ წამლებს, რაც შეცდომა არა. ანუ შეცდომა არა, ახლა არ შეგეშინდეთ ამის ეს რამეს კი არ გამოიწვევს ცუც, უბრალოდ ნაკლებად ეფექტური იქნება. ამ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა მაქსიმალური ეფექტი რო გამოავლინონ, უნდა ნახონ მომუშავე კუჭის უჯრედები, რომლებიც კუჭის წვენს გამოყოფენ. ჩუმად ყოფ კუჭის უჯრედებს თუ ნახავენ, ისინი მას ვერ დაბლოკავენ რა. მომუშავე კუჭის უჯრედებს ამუშავებს კიდევ კვება ყველაზე მეტად. ამიტომ ჯერ საჭმელს ჭამს ადამიანი, რომ ამუშავდნენ კუჭის უჯრედები, 1 ნახევარსაათის 60 წუთში საჭმლის ჭამიდან კუჭის უჯრედები უკვე მაქსიმალურად მუშაობენ და მერე სვამს ამ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, რომ ბევრი მომუშავე კუჭის უჯრედი ნახოს და ბევრი დაბლოკოს. ეგაა მთელი პრინციპი და ძილის წინ ამის დალევა ნაკლებად ეფექტურია. ძილის წინ აი ესენი ისმევა ხოლმე რა, ჰისტამინური რეცეპტორის ანტაგონისტები. ეხლა არ შეგეშინდეთ ამ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ვერ ხვდები ხოლმე აი რაღაცეები ძალიან ზედმეტად დემონიზებულია ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში და რაღაცეები რა დემონიზებული უნდა იყოს, ის არ არის რა, იმიტომ რომ ადამიანებს წამლის გასაღების ის არის რა, ტერიტორია საქართველოს.
ვისაც არ ეზარება, რაღაცა აი წამალი რო ადამიანმა, ეხლა ამ ვიდეოს მსმენელმა რო რაღაცა IP-თ რა ვიცი რა ქვია იმებს რა, მაგრამ რამე რო დაარეგისტრიროთ ფირმა და წამლის წარმოება დაიწყოთ, გაყიდით მეორე დღეს. ანუ სიგიჟე დაჟე აფთიაქშიც გაყიდით რა. ანუ საშინაო გარემოში ვცხოვრობთ მაგ კუთხით. და როცა ასეთ გარემოში და არ გულისხმობ იმ არალეგალურ წამლებს კიდევ ნახევარი ქვეყანა ისა რა ქვია მომხმარებელია, ხო? ხო და ასეთი სიტუაცია გვაქვს და ეხლა პროტონიტუმოს ინჰიბიტორებზე შიში იმდენად არალეგიტიმურია ამ გარემოში, რომ აი რა ვიცი, ცოტა მეცინება კიდევაც რა. ძალიან თეორიული რისკებია, აი მართლა დადასტურებულად რაც იყო, რომ ცოტათი გაზრდილი, ძალიან ცოტათი გაზრდილი მსუბუქი ნაწლავური ინფექციების რისკი მართალია რა. ისიც ხანგრძლივი მოხმარების დროს. ხანგრძლივი მოხმარება ამის 2 და 3 თვიანი კურსი არ არის რა, მაგას დაზოგვა არ ჭირდება. ხანგრძლივი მოხმარება არის აი სხვადასხვა მძიმე ეზოფაგიტების დროს, ბარეტის საყლაპავის დროს, რომ პაციენტს უწევს 10 წლეულები და წლები მაღალი დოზით მკურნალობა ამ პროტონიტუმოს ინჰიბიტორებით. ეგაა ხანგრძლივი მკურნალობა, ერთ წელზე მეტი რომელიც გრძელდება თორე. რამდენიმე თვე უწყვეტად მკურნალობა, ეგ ხანგრძლივი არ არის, მაგისი არ შეგეშინდეთ და რომც დაგჭირდეს ხანგრძლივი მკურნალობა, არც მაგისი შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ძალიან უსაფრთხოა ეს წამლები და ესენი არ არის დადასტურებული კვლევებით და ძალიან ბევრნაირად გამოიკვლიეს, რომ ამ დემენციას და მოტეხილობებს და რაღაცეებს იწვევდეს რა. რა თქმა უნდა, მისი მოხმარება თვითნებურად არ შეიძლება. ანუ უაზრო გამოყენებისგან თავი დავიცვათ, მაგრამ თუ ეს მართლა დაგინიშნათ სანდო ექიმმა, დიდად არ შეგეშინდეთ ამისი რა. და ძალიან ისეთია რა, ეს არ არის სიმპტომური მკურნალობა იმ რა მხრივ ვიცით, აი პაციენტს კუჭის დამცავებს რახან ეძახიან, პაციენტებს გონიათ რა რაღაცა ის რაღაცა ზოგად საქმეს აკეთებს რა. საყლაპავის დაზიანების, შევიწროების და საყლაპავის ანთების შემცირებას იწვევს ეს, ანუ ორგანულ გაუმჯობესებას იწვევს რა, პროტონიტუმოს ინჰიბიტორები მჟავიანობის შემცირების გზით. ასე რომ ამ წამლის როლი არ დააკნინოთ რა, მართლა საჭირო და მართლა კარგი წამლებია, როცა ის საჭიროა. თუმცა კიდევ როგორც ერთხელ ვთქვი, ჯობია რომ მიზეზებზეც პარალელურად მიმოქმედოთ. მიზეზი თუ არის ჭარბწონაში დავაკლოთ, დარღვეულ ცხოვრების წესში გავასწოროთ, სიგარეტში დავანებოთ, ეს წამალი საჭიროების ამბრძოლია და ამის მიღმა ვნახოთ რა დარჩება. თუ ვნახეთ რომ ამის მიღმა კარგი არაფერი არ ხდება, და ხედავთ რომ ჩავარდა რა მკურნალობა და ნუ არ გამოდის ხა. ერთი როგორც ხედავთ, ანუ 10% არც ისე მცირე რიცხვია ჩავარნილი მკურნალობებისა, იმის გამო არის რომ მკურნალობებს არასწორ დროს ღებულობენო რა წამლებს. ან 30-60 წუთში არ ჭამენ, ან დილის წინ სვამენ, ან ამ შემდეგ. ასე რომ პირველ რიგში მკურნალობა გავასწოროთ ჭამამდე, დილით და საღამოს, საუზმემდე და ვახშმამდე, თუ ორჯერ ნიშნავს და თუ ერთხელ ნიშნავს მარტო დილით საუზმემდე, 30 ან 60 წუთით ადრე. მორჩა, ესაა წესი ამ წამლის მოხმარების. ამის მერე უკვე თუ ხედავთ რომ ჩავარდა რა, გავასწორეთ ყველაფერი და წამალი ძავლიეთ და კურსი ჩავიტარეთ 1-იც და 2-იც და არ ხდება რა არაფერი. მაშინ უკვე ისევ ჩივილები ისევ ბრუნდება, ხო? არც თუ ისე მცირეა ასეთ შემთხვევა, იმიტომ რომ რეფლუქსი ძალიან გავრცელებული პრობლემაა, ძალიან მილიონობით ადამიანის პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებსაც ეს პირველი რიგის ღონისძიებები არ ეყოფათ, არც თუ ისე ცოტა იქნება რიცხობრივად. თუმცა უფრო მეტი იქნება ისეთი, ვინც აქ გაიფილტრება უკვე და გააგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას ექიმების გარეშე. თუ ხედავთ რომ ეს წამლები ეფექტური არ არის და პირველი რიგის ღონისძიებები ეფექტური არ არის, მაშინ ჯობია რომ წამალი შევწყვიტოთ და უწამლოთ წამლის შეწყვეტიდან 2-4 კვირაში, რომ სუფთა სურათი ნახოს ექიმმა, ჩავატაროთ ფიზიოლოგიური ტესტირებები და ჩავატაროთ ენდოსკოპიური ტესტირებები. ანუ ექიმმა ჯობია რომ ასე დროს უკვე თვალით ნახოს რა ხდება საყლაპავში, რა დონეზეა გამოხატული ანთება და როგორ მუშაობს საყლაპავი თვითონ რა, რამდენი კუჭის წვენი ამოდის ზემოთ, ჩივილებთან თუ არის ეგ შესაბამისობაში და ასე შემდეგ. ამას იმპედანს ტესტირებები და რეფლუქსის მონიტორინგი ადგენს ხოლმე რა. ანუ ეს ტესტირებები ახლა რას აძლევს ექიმს? თუ ნახავს რომ რეზისტენტურ რეფლუქსთან აქვს საქმე რა, ამას ახლა დაავადების დაწყების და 8 კვირაში ვერ ნახავს, 8 კვირა მართლა ძალიან ცოტა დრო არის და ცხოვრების წესს შეცვლის და რაღაცების. რა უბრალოდ აი ხედავთ რომ ნუ არასწორად უეფექტოდ მიდის რა მკურნალობა. ერთი კურსი ჩავარდა, მეორე ჩავარდა, დიდ შედეგი არ აქვს. მერე ღირს უკვე ასე ჩახლართვა და გაგზელება საქმეს. თუ ხედავთ რომ ახლა ეს დარღვევები არის, საყლაპავის ანთებაა მძიმე და არ სწორდება რა ეს საყლაპავის ანთება არაფრით. არ შველის მოკლედ ეს ეზოემპრაზოლი და პროტონიტუმოს ინჰიბიტორი. გავზარეთ დოზა, ხანგრძლივად მივეცით, სხვა წამალი დავადეთ, არ შველის მაინც რა.
ან თუ ხედავთ რომ თვითონ საყლაპავის ანთება მასე მძაფრად არ არის გამოხატული, მაგრამ თვითონ რეფლუქსია თუნდაც არაეროზიული, მაგრამ რეფლუქსია ობიექტურად ბევრი და ნუ ვერ ჩერდება ეს ვერაფრით რა. იმიტომ რომ ანატომიური დეფექტია საყლაპავის ქვედა სფინქტერის. აი მაშინ უკვე ექიმმა უნდა გაიაზროს ცოტათი ქირურგიული ჩარევები რა. ქირურგიული ჩარევები ახლა ამ დროს არის რამდენიმე, ნუ კლასიკა არის ფუნდოპლიკაცია. ფუნდოპლიკაცია არის კუჭის შემოგარცვა საყლაპავის მოდუნებული ქვედა ნაწილის, ქვედა გასავალი კარის სფინქტერს, რასაც ვეძახით კლაპანად, რასაც გიხსნით და ხშირად ხოლმე, აი მაგ ქვედა კარების ირგვლივ. კუჭის ფუნდუს რო შემოგარსავენ, ასე ვთქვათ, ამით გაამაგრებენ მუდმივად შეღებულ საყლაპავის ქვედა კარს. და ამით ხედავთ, რომ 82% შემთხვევებში პაციენტებისა რეფლუქსი გაუმჯობესდება და ნუ რეკურენციული დაბრუნება დაავადების 5 წლის მანძილზე 17%-ია რა. ხო, ამანაც არ გამოიწვევს რა თქვენი ფრუსტრაცია. უყურეთ, აქ ამ მოხსენებაში, შემდეგ მოხსენებაში, რასაც ვნახავთ, 100%-ს ვერაფერს ვერ ვნახავთ. და ის რომ რაღაცა ქირურგია ტარდება, წამალი ეძლევა პაციენტს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა შეიძლება მოხდეთ აი ამ 5%-ებში რა, ვისაც არ გაუმართლა და რიგი მიზეზების გამო შედეგი ვერ მიიღო. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ფრუსტრირებული არ დავრჩეთ მე. და ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ უფრო აგრესიული ოფციები შემოვინახოთ ხოლმე რა, უფრო ისეთ დროს, როცა უფრო უეჭველი საჭიროა. იმიტომ რომ სუბუქ დროს ჩავატაროთ აგრესიული ოფცია და არ გაგვიმართლოს ან და დაგვრჩეს ეს რაღაცა ინვაზიური ჩარევები ჩატარებული, მაინც კარგი არ იქნება რა. თორე შეიძლება ის მითქობა 100%-იანი რამე მკურნალობები რო არსებობდეს, მაგრამ თავიდანვე დაინიშნებოდა 100%-იანი მკურნალობა. 100%-იანი არ არსებობს არაფერი. სამწუხაროდ მედიცინას წინასწარმეტყველების საშუალება არ გააჩნია. კარგია თუ ცუდი, სიმართლეა ეს და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ და რაც უფრო ბადრულად გაუსწორებთ თვალს, მით უფრო დაზღვეული ვიქნებით ექსპერიმენტატორებისგან და რაღაცა იმეებისგან, რა ქვია. მიზანტროპებისგან რა. ქირურგიას ბოლო პერიოდში ალტერნატივებიც გამოუჩნდა რა. მაგალითად, მინიინვაზიური ჩარევები, სფინქტერის, იმ მოშვებული სფინქტერის მაგნიტური აუგმენტაცია, მაგნიტური გამაგრება რა, რომ მაგნიტის ამ ბრასლეტს იმ მოშვებულ სფინქტერის ირგვლივ შემოარტყამენ ხოლმე და უყურეთ 96%-მდე აქვს კონტროლი მძიმე რეგურგიტაციის. რეგურგიტაცია ეს არ არის გულწმარო. რეგურგიტაცია არის აი მეორე ჩივილი, რომელიც რეფლუქსს ახასიათებს ხოლმე. კუჭის შიგთავსის ზემოთ ამოსვლა, რასაც აი მშავე რაღაც სითხის ამოსვლით გზნობს ხოლმე ადამიანი რა. და ძალიან შემაწუხებელია ხოლმე. 96% არის კონტროლი რა ამისი, რაზეც წამლები უეფექტოა ხოლმე, 19% გონდა მარტო წამლებს შანსი. ანუ გასტრიკ ბაიპას ქირურგია, როდესაც ესეც ამცირებს რეფლუქსს, თუმცა ეს ქირურგია მარტო რეფლუქსისთვის არ ტარდება, ეს განიხილება სიმსუქნის მქონე პაციენტებთანაც სიმსუქნის მართვისთვის, რომელიც ასევე ანტირეფლუქსური ღონისძიებაც გამოდის რა. და სიმსუქნის მქონე პაციენტებთან რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არ განიხილება, განიხილება პირველ რიგში არამედიკამენტური ცხოვრების წესის ცვლილებები და იმის ჩარევები, იმიტომ რომ ოპერაციის მერე ეგენი ისედაც საჭირო იქნება. რო შევაჯამო ხა რეფლუქსის ამბები რა. პირველი ძალიან გთხოვთ, არ გადავახტეთ რა ამ ცხოვრების წესის ცვლილებებს. და აუცილებლად წონის კონტროლი, სიგარეტის გადაგდება, ეგ ორი არის აი ძალიან მთავარი. მექიმთან ფულით ზაზოგეთ, შეგიძლიათ არც მიხვიდეთ რა, თქვენი თქვენით ეს. თქვენით ახლა წონის კონტროლს ვერ იზამთ, მაგრამ სიგარეტი გადაგდეთ რა თქვენით. რომ იქნება არც გახდეს საჭირო და ბევრი პრობლემა საერთოდ თავიდან ავირიდოთ, ზედმეტი ხარჯი აირიდოთ თავიდან, ყველაფერს რა თავი დავანებოთ. მედიკამენტების ოპტიმიზაცია. მედიკამენტების ოპტიმიზაციაში აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ ზედმეტი ექსპერიმენტები და არიხა და მძიმე რეფლუქსის მკურნალობა არის დღეში 2-ჯერ 40 მგ ეზომეპრაზოლი, სუბუქი რეფლუქსის არის დღეში 1-ხელ 40 მგ. კიდევ უფრო ლაით შემთხვევაში 20 მგ შეიძლება მოიხმაროს. და ძალიან ისეთ შემთხვევებში, როდესაც აი მძიმე რეფლუქსს მკურნალობს ადამიანი და ჩივილს ვერ აკონტროლებს, შეიძლება დაამატოს ფამოტიდინი და სხვა წამლები. ანუ აქ არ არის მეტი წამლები და რა მძიმედაც არ უნდა აკიცონ რეფლუქსი. მეტი რაღაცა სასწაული მკურნალობა ამისი არ არსებობს. ასე რომ 5 და 8 წამოს თუ გინიშნებთ ექიმი ამის გამო, ესე იგი ზედმეტს გინიშნებთ რა. ცალსაღად გეუბნებით ამას აი ისტორიის გაცნობის გარშე პირდაპირ, იმიტომ რომ ასეა. 100% შემთხვევებში. და თუ ეგეც არ იქნა ეფექტური, მერე ტესტირებები, გარკვევა რატო არ არის ეფექტური, იქნებ რეფლუქს ჰიპერსენსიტიურობა გაქვთ. ამ თემაზე აქ არ მილაპარაკია, იმიტომ რომ ნეიროგასტროენტეროლოგიაზე ხო დაგვირდეთ, რომ ბევრ ლექციას გავაკეთებთ და მოხსენებას ხო და იქ წავიკითხო. ანუ რეფლუქს ჰიპერსენსიტიურობა არის, როდესაც პაციენტს ჩივილი აქვს, თუმცა ამ ჩივილის განმაპირობებელი სტრუქტურული მიზეზი არ აქვს. ანუ აი პაციენტს მკურნალობა არ გამოდის, უკეთებ ტესტირებას და ხედავ, რომ არც რეფლუქსია ობიექტურად მომატებული დიდად.
და არც ენდოსკოპიურად არის დარღვევები, მაგრამ ჩივილი აქვს. კი არ გატყუებს ის ჩივილი აქვს, იმიტომ რომ მომატებულია ვისცერული ჰიპერსენსიტიურობა, დარღვეულია ცენტრალური პროცესირება და მთელი ეს ნეიროგასტროენტეროლოგიური მექანიზმი ამუშავებულია. ამის გამო აქვს ჩივილები რა. და იმას რა თქმა უნდა ოპერაცია და ქირურგიული ჩარევა ვერ უშუალებს გავს პაციენტს. უშუალის ნეირომოდულაციური თერაპია და ტვინნაწლავის გამასწორებელი მკურნალობები რა, რომლებიც გასტროენტეროლოგიური არც იქნება ხშირ შემთხვევაში, იქნება უფრო მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტების გასაკეთებელი ხშირ შემთხვევაში. და თუ ნახეთ რომ არა ეს არ არის რეფლუქსი პერსო მართლა რეზისტენტური რეფლუქსია და მოგეთ უშუალით რა წამლების საკმარისი არ არის, ხორეების ეს საკმარისი არ არის, აი მაშინ უკვე ღირს განხილვა ამ ქირურგიული მკურნალობის ჩარევების რა. რომლებიც არის სწორად არჩეულ პაციენტებთან ძალიან ეფექტური და ძალიან უსაფრთხო ოპცია დაავადების კონტროლისათვის. ჯანმრთელობას გისურვებთ. შევხვდებით ძალიან მალე. კარგად.